დავლიოთ ყავა საღამშვიდობის თუ ღამევშვიდობის 9 დაიწყო რა ხდებოდა რომ მოვაცრიეთ ფეხები ჩემს დაეცინა ეს დღეები აღარ ეცინა კი არა ეს დღეები ეცინა ბაღში მაგრამ და აღარ მაწუხებდი იქ და წამსვეს თავის ფეხი დადიოდა უბრალოდ ახლა ბალეტი ქონდათ შესაბამისად არ დააძინეს ბალეტის გამო და ამიტომაც ცინარე წამოვიყვანე ცოტა ვერ დაგიმალავთ დავიღალე ძალიან აკიდებული რომ მომყავდა იმიტომ რომ ის 1-2 დღე რომ კარგად გრძნობდი თავს ცოტა ბეჭებმა დამისვენა ესე იგი გოგოებო აფთიაქში მომცეს ეს კი ვუთხარი რომ მე ვთხარ რა მткиო და აუხსენი მოკლედ რა ეს მხარი მткиოდა გოგოებო ოღონდ რა იცით აი აქედან მეწყდებოდა ტკივილი და ამაში მქონდა გაუსაძლისი და აი აქ სადაც სისხლი უკვე ვეღარ მიეწოდებოდა ეს მალების პრობლემა რომ აქ და ამ გოგო მითხრა რას ვამდიოდ რა ვიცი ვთქვი ყველანაირ გამოყუჩებას მოიცადეო ეს ყველანაირი გამოყუჩებელი არ მიიღო ხოლმეო და ამ გოგო მითხრა სპეციალურად აი სახსრებისთვის განკუთვნილი წამალი მომცა რომელიც აკრობს ანთებას ამ გახიზიანებას და იმას და უნდა მიმეღო 1-4 დღე 5 დღე მაინც და მეთხრა მოდი მეთქი ერთ დავლევთქო და რას ვიგრძნობ რა ვიცი ხა თუ საერთოდ ისე ტკივილები მექნებოდა ხა რაღაცა ვიყიდით ეს იგი არ მარგო დედას გეფიცებით ხალხო ის პერიოდი ხო საერთოდ ვერ ვიძინებდი ტკივილებისგან ისე მეძინა ისეთი ბედნიერი მეძინა რომ ტკივილით აღარ მткиო და ისე ოდნავ კი ბატონო ოდნავთაც აღარ მткиვა ეხლა იმიტომ რომ გამიყუჩა უბრალოდ აღარ ვიყიდე ის დღეები იმიტომ რომ მეთქი რამდენჯერაც ჩავედი მოგიხსენებათ მე ძალიან ადრე გავდივარ ხო და აფთიაქები ღია არ არის ხო და ეგ კი არ გამართლებს მე გამოვირბენდიკაც რა პრობლემა იყო და ვიყიდი სამსახურთან აფთიაქში მაგრამ ვეღარ გამოვედი მოკლედ დამეზარა ხან ისე რომ გამიარა ხვიცით მე აუცილებლად უნდა ვიყიდო ხვალვე და მივიღო 4-5 დღე თან ახლა რო გითხრათ რომ თეთრები ღირს არა 2 და 40 თუ 30 თუ რაღაცა ეგრე ღირს რა ერთი აპი არ დავეძებ არაფერს უნდა ვიყიდო იმიტომ რომ აი აშკარად ადამიანს დამამქონა და ძალიან დიდი მადლობა ფარმაცევტს რომელმაც ძალიან სწორად მომცა წამალი იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში უბრალოდ გამაყუჩებლებს მაძლევენ რაც დიდად შედეგს არ იძლევა და აი არ ვიცი ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა სახელი არ ვიცი მაგრამ ცოტა დადიანზე მდებარე იმედი და ავერსის ფარმაცევტს ხო და ისე თქვენც თუ ვინმეს დაგჭირდებათ ეს ისეთია რომ არავის არაფერს არ ავნებს ამიტომ თამამად შემიძლია ჩაგაწერინოთ მე ამ წამლის დასახელება იმიტომ რომ თუ გაქვთ ძლიერი ტკივილები და რა პრობლემას თქვენ გაქვთ და რა ძმიება აქვს ეს იგი საერთოდ უგვაქვს მაშინ შეგიძლიათ მიიღოთ და ზოგადად სახსრები თუ გაწუხებთ მაგისათვის ძალიან კარგია ასე რაღაცები ჭამე მოვედი ახლა ავამდა დავლიო იმიტომ რომ ყავის ძალების მერე უცებ უნდა დავივითხოვო ტანსაცმელი მეც და მარიკოსიც უნდა დავუვითხოვო მე დავიცით ხოლმე ვავდგე წავიდე ესე მოვიდე დავწადავიც ეს კი ნახორმა ძალიან იკლო YouTube-ზე თქვენი ბრალი არ არის ხალხო მე ვდებ ძალიან ცუდ დროებში რა მათ შედეგი რა თქმა უნდა გამოიღო მაგრამ ნუ არა უშოს ხან ისე იქნება ხან ასე არ დავარტყობ რა იმიტომ რომ დღეს 1000 ინახავს ხვალ 500 ინახავს ზეგ 800 ანუ ხვდებით მუდმივი მაყურებელი მაინც გიყურებს რა, მის თქმა მინდა ხო და
ძალიან ცუდ დროებში ვდებ ვიდეოსაც თან ხშირად ვეღარ ვდებ ყოველდღე ვდებდი უფრო აქტიური ყოფილი მაყურებელი და ხაც და ისე ვარ თორეცით რომ ვერ ვდებ მაგრამ არა უშავს თავარია ბავშვი იყოს აი მე იმდენი დოდონას ბლოგის გულშემატკივარი ვარი აღმოვაჩინე ჩემთან მშობლები ჩვენს ბაღში რომ ყველას აქედან ძალიან დიდი მადლობა აქვე გეტყვით რომ ჩემმა ვიდეომ გამოიმუშავა უკვე ვიდეომ არა ჩემო ბლოგმა რაც მონეტიზაცია ჩავრთე იმის მერე ქონდა $24 უკლია მოკლედ 5 ცენტი რა ერთი სიტყვით უბედნიერესი ვარ ხალხო დავფრინავ ანუ ძალიან კაი შედეგია 7 რიცხვში ჩავრთე ღამე მონეტიზაცია და უკვე აი ძალიან მიხარია ძალიან ზომოდ მადლობელი და მადლიერი ვარ იმ ხალხის ვინც უყურებს ჩემს ვიდეოებს და თურმე რამდენი ადამიანი მიყურებს რამდენი და რა ნახვები აქვს ვიდეოებს ხალხო 85,000 და 95,000 ანუ საკიჟეთია უბრალოდ ზოგს მეტი აქვს ზოგს ნაკლები აქვს ეხლა რა თქმა უნდა ზოგს საერთოდ 2,000 ხვდებით მაგრამ ანუ ძალიან კაი გამომუშავება აქვს ვიდეოებს ძალიან კარგი და ძალიან მიხარია ვინც დოდონას ბლოგს უყურებთ Facebook-ზე ხალხო ყველას უღრმესი მადლობა აი აბსოლუტურად ყველას იმიტომ რომ სხვადასხვა გამომუშავებით გუშინ აი რაღაცა 2 დღე რო შევაჯამო 2 დღის შედეგით YouTube-ს გავუსწრო დოდონას ბლოგის 3 წუთიანმა და 5 წუთიანმა ვიდეოებმა მთელი 35 წუთია ვიდეოებს თუმცა იქ მაგაზე არ არის დამოკიდებული რა თქმა უნდა ხო და ესეთი ამბები გოგოებო ხაზი ტკბილი მინდა რა მინდა დღეს მარშრუტკაში რო ავედი ცალფეხის თითზე ვიდექი და მარიამი რაღაც ქალბატონს ეჭირა მადლობა მას არ ვიცნობ არ ვიცი ვინ არის მაგრამ უხეშ მადლობა იმიტომ რომ ჩაისვა მარიამი ასაკიანმა ქალბატონმა რომელიც ისედაც დაღლილი იჯდა დამწნილი ვარ ხოდა ფიზიკურად რა იყო გვანცა ერთხელ რამე გააკეთე ისე რომ აღარ მიბრუნდე და გასაკეთებელი თავიდან არ გაგიხდეს რა იყო რა არის ხო კარგად გამოვლანწყე შევიდა დილამშვიდობის ჰაი უკვე მეორედ მოგესალმეთ მაგრამ სალამი ღვთისა ხალხო რა ძალა გვადგია რომ მოვასკდებით ხოლმე ასე ადრე ვერ გეტყვით მაგრამ დაგვიანებას მირჩევნია ხო და ნელადე აუ ჩემთან დაიკეტა ის რა ქვია მოზაიკა ჩემთან რა ავაგზალზე იყო რა ხიცთან მათ მეორე მხარის წამოდე თქო არ ქონდათ ხა ისეთი რეალიზება თორე ხო მაგას მინდა ეკეტავდა თუმცა ნელადე მაგერ მეტროსთან გადასასვლელში ფარმატებოა თუ ფარმა რა არის ფარმასახლი გვერდით კი არის დიდი მოზაიკა მომეცი ხელი და სუფთა სახლი ყველაფერი ჩაყოლებაზე უბრალოდ გზის იქით ამხარეს არის და ყოველთვის ბეზარება ხოლმე იქით გადასვლა მოკლედ როგორც იქნა შევარჩიე ჩემი მულიშვილის საჩუქარი რომელსაც აუცილებლად თქვენ გაჩვენებთ ფოტოს ნახოთ ეს კვირა ვერ ვნახავ მაგრამ რო გამოვა ჩვენთან დახვდება საჩუქარი ძალიან ბევრი ვარჩიე აი ძალიან ბევრი და იმედი მაქვს რომ მოეწონება ნახოთ დღეს უნდა შევუკვეთო თან დღეს მოდიდე დღეს დახვალთ გუშინ თუ და დღეს თქვენ დღეს სრულდება ზუსტად არ მახსოვს
არის ფასდაკლება. 20%-იანი შესაბამისად გამოვიყენოთ თუნდაც ეგ 20%-იანი ფასდაკლება. ხო და ნახოთ. მეც მაინტერესებს როგორი მომივა. სიმართლე რომ გითხრათ, ხა ეგეც მეც ავაწყობდი და არა მხოლოდ ეგეც ზოგადად თქვენ იცით რომ მე აქსესუარებზეც მუშაობ. ახლა ვიცალია მაგისთვის. ხო და ამიტომ რადგან ვერ ვიცით, უნდა შევუკვეთოთ. ხო და დღეს მივწერ. ჩავრიცხავ, თუ ყურებთან არ მახსოვს. ყურებთან გადაიხადეთ თუ რა ეწერა, ეგ აღარ მახსოვს. მოიცა სიყვარულო. რა სიფხანს ეს ბავშვი ერთი გამ რა სიფხან შვილო. მოდი. შველეთ. წავედით. მომეც ხელი საყვარელო. ხო და ძალიან ნაზია ორი ვარიანტი მაქვს, მაგრამ ფიქრობ რომ ამ ორიდან ერთ-ერთი ჩემი სტილი უფრო არის ვიდრე მისი და მეორე რაც განვიხილე ის უფრო მისი სტილია. მომეციდე ჩემს ვარიანტსაც გაჩვენებთ. ვფიქრობ რომ ვიყიდო მასალები და ჩემთვის სახში დავიმზადო. მერე ოღონდ ანუ ახლა რა თქმა უნდა. ხო და მისთვის შევკუთოთ. მოდიდე. ასე რომ ეს კურიერი ვერ მომიტანს, ალბათ 2 დღე მაინც დაჭირდება. მიწერა რას მეტყვია. ჯერ ძალიან ადრეა. ტურზე გამომივიდა. კატასტროფა. გადასვლა ჩვენ ძალიან მომწონს ურთმებზე ეს წარწერები. ამ კაფეს წერო დღეს ძალიან მომწონს. დილი 7 საათია, დილამშვიდობის ყველას. მოდი ნახოთ. გაჭიმულ. მე უკვე დიდი ხანია ფეხზე ვარ და არ ვიცი რატო მარიკოსაც გაიღვიძა საკმაოდ ადრე და მარიკოს კოჩაცმულ დახურული მყავს. რაც ნიშნავს იმას, რომ აი ამდენი დრო მაქვს იმისათვის, რომ უბრალოდ ცოტა მშვიდად მომემზადო. სახე მომზადებული მაქვს, თმა გავიშრე. ხო და ცოტა ყავა დამჭა და აი დავჭდები და ამოსუნთქლულ რეჟიმში დავლევ. ბედნიერი დღე ყველას. ესე გოგო, მე გუშინ მოვედი, როგორ გეტყვით? კი მოვედი ხალხო კარგად, მაგრამ რამე ტაკა? ესე იგი, თელი, რა ქვია, მე თუ კარგად არ გაყოფილი ხო ნერვოზი მიმართები. ვიხრჩობოდი თითქოს, ეგეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიხრჩობოდი, ანუ რა. მასრუტუნებდა, მივიყარე რაღაცები, კაცო მეთქი ჯერ დაბადები მარტო. ხო და ეტყობა შემცივდა თუ რა იყო, არ ვიცი, ესე იგი, დედას გეფიცებით ხალხო, მთელი გავადენე. მთელი ღამე ხალხო. ამასობაში მთელი ღამე რო გავადენე. შევდივარ დღეს ჩემს Facebook ანალიტიკაში, ხო და თურმე ნუ იტყვიდა $25 და 35 ცენტი მაქვს ანგარიშზე. აი, გირსკავარ ისე მიხარია. ისე მიხარია ხალხო, აი გეკოდება მილიონები მერიცხებოდეს, მაგრამ აი რო იცი შენი ნაშრომია, ანუ შენი ნაწვალებია და ამაზე რამდენ დროს ხარჯავდა, რამდენ ენერგიას ხარჯავდა, რაც არ ჩანს, ხო, რა თქმა უნდა, და თქვენამდე ვერ მოდის ეს ყველაფერი. ანუ ეს კადრები და რაღაცეები, თორე ვიდეოები ხომ მოდის თქვენამდე. ანუ აი ისეთი ბედნიერი ვარ, რომ აი ეგეთი. თან ძალიან კარგად მიდის გამომუშავება, რაც
ძალიან მახარებს. გუშინ ძალიან კარგი ვიდეო დავდე, რომელსაც თითქმის 7000 ქონდა ნახი და მე ანალიტიკაში დამიწერა, რომ მონეტიზაცია ამისო გაჩერებულიაო. ანუ რაღაცა ირღვეოდა მოკლედ, რაღაცა წარწერაო და მეთქი რა წარწერა გავაკეთე და თურმე მე კერ გავაკეთე რეალურად ვიდეოს. ედო რაღაცა წარწერა, რომელიც არ შეესაბამებოდა ჩემს ბლოგს. და ამიტომ მეთქი ან არ დამიბლოკონ, ან რაღაც მეთქი და ჯანდაბას 7000 ნახვა უცის მენანებოდა წაშლა, მაგრამ მომიწია, იმიტომ რომ ნუ ვარ ღვევდი ახლა წესებს და ამიტომაც მეთქი მოდი რა ერთ ვიდეოს შეველიოთ რამენაირად. ხო და ესე მოხდა მოკლედ გოგოებო შელევა. ძალიან კი დამენანა ეს ვიდეო, მაგრამ ნუ რას დავეძებ. ესე იგი, ჩემი თმის გუში რო ასე ვსრუტუნებდი და ვკვდებოდი, როგორ შეიძლება, ხა მე დღეს მებანავა დილით, მაგრამ აბა გუშინ ძალიან ბევრი სამონტაჟო მქონდა. ძალიან ბევრი შესაბამისად კიდე გაითიშა ეს უბედური. ვერ მოვიცალე, ანუ მაგისთვის აუ არა განათება უნდა ვიყიდო ხალხო. არ ვიცი რა ჯანდაბაჭის, რა თიშავს ერთის გამაგებინა, მეტი მართლა არაფერი მინდა. ხო და ის იყო გოგოებო. მე რაღაცა ისე წელი კიდე მოგონი სამსახურში დამოგვიანდება. რა წამოვწექი. კიდე მახრუტუნებს თქვენ წარმოიდგინეთ. ხო და ის არის, მოიცოთ. ხო და ის არის. ვაიმე. გუშინ და გამეგრძელებინა ამ თემაზე საუბარი, აბა ვინ ვერ მოვიცალე. ამ ბაღებში ხალხო, მე არ ვიცი, ეს კადრები მე გაქრა სავარაუდოდ, ნუ რა თქმა უნდა, გამოძება მიმდინარეობს, ეგ რო დაბლოკეს მე კადრები თუ თამაიც გავრცელდა. ანუ მე მეგონა რომ რაღაცა დაუყვირა, უბრალოდ ხელი მოკიდა პედაგოგმა რაღაცა, რა ვიცი. მამაჩემა ეცემაო ბავშვი კადრები ნახეო კაცო იდო გავრცელდაო და მე არ მინახავს ჩემა თანამშრომლებმაც ნახეს იმენა ცემაო ბავშვი ხანუ ყველას გვაქვს ნერვები წკიპზე ეს არის 2x2 4 ყველას გვაქვს ბავშვებთან რომ მუშაობ თავისთავად ემოციური ფონი არის მაღალი მიუხედავად იმისა რომ ერთობის დაძაბულობა ეს ის არის ეხლა ამაზე არ ვიდაოთ მაგრამ ანუ ვინ ჩემი ფეხები ხარ ეხლა ჩემთვის ულაწუნო აქედან და იქიდან ხო არიცი ვინ ხარ აბსოლუტურად მესმის ემოციების მაგრამ ვინ ხარ გალო ჩემთვის ულაწუნო ანუ რამხელა რაღაც ქნაპოს და ხუაზე ხარ თქვენ ვერც ერთი კუთხით სოლიდარობას ვერ გამოვუცხადებ ვერც ერთი გადაცდომა შეიძლება ყოველას მოგვსვლი ან უხეშად მოგვიკიდია ხელი უხეშად მათთვის თორე პროჯექტ ძალა მეტი გაქვს და შეიძლება ვიღაცისთვის უხეშობა დაახიქვეოდეს მაგრამ ესე და ცემო ბავშვი აი არ ვიცი ეგეთი რა პროსტა არც კი უნდა გაიფიქრო არა თუ გააკეთო არც კი უნდა გაიფიქრო რომ ეხა ეცე ბავშვი საფუძღო და შუაზე რომ არ გაქვს რა ეხა უფლება და ჰა არა გაქვს შვილო ეხა რა ვიცი მე შოკირებული ვარ რა თქმა უნდა განთავისუფლებდნენ სამსახურიდან მაგრამ თქვენ ნახეთ კადრები ვერ გამოვუცხადებ სოლიდარობას ვერანაირად აი გააჩნია რა მოხდა შეიძლება კადრში ჩანს რომ ხელი მოკიდა და ესე ჩანს იმიტომ რომ კადრში ზოგადად ეგრე ჩანს ხოლმე თითქოს უხეშად კიდებ ხელს იმიტომ რომ სწრაფად მოძრაობდა კამერა მაგრამ ნათლად ჩანს რომ ცემსო ეგ არის სხვა რამე ამიტომ ამ შემთხვევაში მე სოლიდარობას ვერ გამოვუცხადებ მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან ხშირად უცხადებ ადამიანებს სოლიდარობას მით უფრო პედაგოგებს მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვემიჩნები და მე მგონი ყველა ჭკუა ყოფილი ადამიანი გამიჩნება ბავშვის ცემას აბსოლუტურად მარიკო რა გისვია მიშველეთ რა წაისვი
სანამ შევირბინე ხალხო აბაზანაში გამოვედი და დამხვდა ესეთი გატყა. მომხედე დედა. ისე ჩემზე კარგად გიგისვია გენაცვალა დედა. სიყვარულო, წავ. აშაკეთებ საყვარელო. ჩემო სიყვარულო. ავითარებთ მოტორიკას, ხო დედა? თითი დაგაკალდა კიდე და სიყვარულო. ნახე, მოდი გასწავლა. არა, აი ეს დაგჭა. არა, ნახე, აი აქ. დაადე სიყვარულო, აი ესე. ასე, კარგია. ესე იგი, დილამშვიდობის ხალხო. გაციებამ გადაწყვიტა, რომ დიდი ხანია ჩემს ცხოვრებაში არ შემობრძანებულა და არ იქა. დავდაკებოდა. ანუ აი დედას გეფიცებით უბრალოდ მართლა უკვე მეცინება ყველა კვირის ბოლოს შეიძლება გაციებული ვიყო აი მართლა ეს ყველა კვირის ბოლოს ხალხო ანუ ჭკუიდა როგორ არ ვიშლები საერთოდ მიკვირს რა ლოგიკით ვერ გავიგე უკვე წავისვიხარ თქვენ კი ვერ ხედავთ ამ განათებაში სიტყვაზე მედეთ რომ წავისი მაგრამ ოდენავ უნდა დავიმატოთ ესე იგი არაფრის წასვლას აზრი არ აქვს ცრომდენა მაგ თავს ვერ გრძნობ კარგად ტუშზე გამომაყარა ნაციხარმა და რა ხდება ამიხსნით ძალიან ვარ გაბრაზებული ოღონდ ცოტა ვერ გავიგე ვისე გაბრაზდე მაგრამ აი რატო არ შეიძლება რომ აი ესე გავიდე გარეთ ანუ აი ესე ამ წამს როგორც მაგ ძალიან მომწონს მაგრამ რატო ვერ გავალიცით ორ წამში აი ეს დადგება ამიტომ ვერ გავალ აი მე 7 ხდება და მე არც ჩაცმული არც მომზადებული რას ველოდები მე ჯერ ვერ გავიგე მაგრამ არაფერი გაკეთებული ჯერ არ მაქვს არ გაგონოთ რომ სკროლავ და ესე უაზრო დავდივარ რა მინდა ხრუტუნის გარდა არაფერი მიკეთებია გუშინ საღამოს სხვათა შორის 11-ზე უკვე თქვენს მონამორჩილს ეძინა ანუ უბრალოდ მცინა უკვე ნახო და ნუ დღეს წერილები დახვდა რაშვები და ხალხო ვიცი რომ მიჩვეული ხართ ჩემგან ღამის 3-მდე რომ ღვიძავს და დილის 5-მდე მეღვიძა ეგ დრო წარსულ ჩაბარდა შაბათკვირასაც არ ვარ უთხავდი ასე რომ ეგ ხანა ჩათვალეთ რომ უბრალოდ ჩაბიარა იმიტომ რომ ეგრე აღარ არის შაბათკვირასაც 4-მდე ვეღარ ვარ მაგრამ ხან არის ხოლმე 2-მდე თავს ვიტკიებ ტელეფონის ყურებით მაგრამ ანუ ნუთლიანობაში შემოთვალო და აღარ ვარ რა მოგზრომდე ამიტომ მომწერე კაცო რაშვები ძინავს ვაიმე ვერ გავიგეთ მასე რა გავიკეთო ვეცებთ ყუილად გავიდა დრო აგერ გონზე არ ვარ თმა როგორ უნდა გავიკეთო აი ხო არის რომ იცი როგორ გაიკეთო არ ვიცი დღეს ჩემი აზრით მე ისე გრძნობ თავს რომ არაფერი არ ვიცი მაგრამ ასე რომ იყოს ცოტა ხანი სანამ მივხვდები რა გავუკეთოთ მას არა გამოვიღე რომ ფანქარი წავისვა თვალზე მაგრამ ეჭვი მაქვს ტყუილა გამოვიღე იმიტომ რომ ყველაფრიდან მდის ზღვრიდან თვალიდან ყველაფერი ანუ და აი არ ვიცი ვერ გეტყვით რა თქმა უნდა პაწაწუნება რომ გადამდეს ალბათ ამას თქვა ჭირდება მე ჩემი სიყვარულებმა კაი მოდი ახლა შევეცადოთ რაღაცნაირად რომ ცოტა მაინც წავისვათ რომ ცოტა რაღაც არაადეკვატური სახება გზდა მშობლებს გული არ გავუხედოთ ხო ვაიმე ერთხელ უნდა გავმწარდე წავიდე და დავიხატო ისა ტატუ არ ახლა
და დავიხატო ლაინერი, იმიტომ რომ მე მეყვარს ლაინერი და გავედით. ხო და ვერ გავედით, იმიტომ რომ ფანქრისას ცოტა მეტი დრო უნდა და მე დრო არ მაქვს. უარეს გეტყვით, ნერვები უფრო არ მაქვს. დრო კიდე მაქვს, ნერვები უფრო არ მაქვს. ხო და ან ძალიან მინდა რავები როგორ მეფხანება ხალხო ფეხი დავიგლიჯე. ძალიან მინდა გოგოებო რომ ის ვქნა, აი ხა ტუშიც მინდა წავიზო, მაგრამ რო ვიცი რომ აი ხალა ცერემლები წამომივა, ეს ხო არ იცით რისთვის ვიყიდე. ანუ ჩემი ხელფასი ნახევარი მითხლეში მაქვს ისეთ რაღაცებს არ ვიყაი რატ მინდოდა, მაგრამ მაშინ მოტივირებული ვიყავი რომ ეს უნდა გამომეყენებინა. არა ჩემ თავის უმადური არ ვარ ხალხო ხანდახან ვიყენებ ხოლმე. ხო ისე ხანდახან აზრი არ გქონდა ამის ყიდვას არანაირი. კაი თქვა დაუშვა დილი დრო არ გაგხშება რომ საღამოს მაინც დაუთმო დრო 2 წუთი, მაგრამ აი მაგის ნერვის არა მაქვს. რომ აი 2 წუთი აი გვიტყლაპნო. კაი ჩავიხედოთ სარკეში რაღაცა მაიმოს არ გავდეთ გარეთ რო გავალთ. იდეაში ტონალური ჯობდა წამესვა თხლად მე რომ აქვს ის ტონალური გადასარევი. ერთ ფერში მომეყვანა სახე, დღეს თეატრში მივდივართ. დედა რანაირად წავის მიშველით. მე კი წავიშორებ, მაგრამ არ დამავიწყდეს არ გავიდე გარეთ. ხო და ცოტა გაველაპასდეთ, რაღაც ისეთ ლაბასი ვარ. აი მე 7 ხდება და მე კიდევ ზივარ, უფალო ამ დროს ბავშვი უკვე ღვიძავს და ჩაცმული მყავს. აჰა, კარგი. მე ყველაფერს მოვასწრებ მაინც. ისეთი ვარ. ჰოპ-ჰოპზე შემიძლია დავდგე. კაი, ახლა რო ვიხედები არა მიშავს სარკეში, მაგრამ იდეაში თითქოს ძალიან კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართ. შეუცვლელ. სხვათა შორის გოგოებო იმდენად კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. საქმეში უფრო. რომ აი ხანდახან ჩემ თავზე ვეუბნები რომ გვანცა მოდუნდი შვილო რა იყო ვეუბნები ხოლმე აი მაგას ჩემ თავს რომ ცოტა მოდუნდი გვანცა დღეს ავცანცარებ ხალხო დღეს ნახევრად დოდონაში ვარ გადასული იმიტომ რომ გუში მილიონი ვიდეო გადავიღებ მგონი დოდონასი რადგან დღეს ცოტა მოუცლელობის ამბავი მაქვს ამიტომაც მოკლედ დღეს გადავიღე ასე იყო საჭირო და აი ასე ეს გავასწოროთ აი მე ამ ხრუტონმა როგორ დამღალა ხალხო როგორ დამღალა აი თვალები ამოვანათე არც ისე ვიყავი ხა ჩამქრალი მაგრამ როგორც დოდონა ვიტყოდა აი მე ფეხის ქავილი მაქვს რაღაც არანორმალური რატო არ ვიცი მაგრამ აი როგორ მეკავება ვერ გეტყვით დღეს მარიკო კაბასით სვამს იმიტომ რომ ორი კვირით ადრე შემითახმდა გონე რომ თეატრში კაბა უნდა ჩაეცვა და რაზია დედა ლაპარაკი მაგაზე გაწყენინე ხო და აი მე როგორ მებხანება მერთო რატომე და კაი მარიკოს შესამაგრები აქ არის საწავია კაცავერცხელი მარიკოსი აქ არის ყურის ჩხირები მარიკოსთვის აქ არის ეს აქ დავდოთ უცებ ყავა დავლიოთ ხა ჩვენ ძალიან ბევრ ტლიკინებ გვანცა რა ახოშება ყველაფერი ხელიდან არ გივარდებოდა ეს ხო და ასე დავუყავი ხო დახრილი რომ ვიყავი ჩემი წერტილი საყურები არ ვიცი ხალხო სადავდი არ და იმზიდაზე არ მიყვარს ესენი ის მირჩევნია მეორე მაგრამ სად მივაბოჟიალე არ ვიცი რა არის ხა შეყვანეთ რომ დაიხო გუშინ რომ ვიბანავებ გამოვედი პირსახოთზე მქონდა შემოხვევი ყავა დავლიე და ტყაპანი გავადინე საწოლში შესაბამისად თვები მაქვს აი რა გითხრათ მიშველეთ 7 ხდება მართლა დამაგვიანდება
მოდი ამიტომ ხა ჩვენ მარიკოს ტუჩი დამსკდარი და ეგ ჩვენი ეს არის ოჯახის მეგობარი ვაზელინი ვაიმე რატომ აქვს ესე ფეხის ის რა ქვია რაღაცა მიკბინა ხვაიმე ხალხო ჩემს სამსახურში კოღოები არიან დედას გეფიცებ თუ თავი არ მოგაჭამორ არ ვიცი აი პოსტა რადაი კოღოები არის აი უდამუსო კოღოები არიან ისეთი კოღოები ხალხო ისეთი თქვენ ხო არ გგონიათ რომ იმას იზავენ დაგინდობენ აი დედას გეფიცებით რა გითხრათ ხალხო მაზოლის ტკივილი დამებრუნდა ისე სავარაუდოდ მთელი დღე რა თქმა უნდა დატვირთვა მიშვრება მაგრამ რა ვერ მიეჩვიე ჩემი ფეხები მაინც ვერ გავიგე არ ვიცი ესე იგი ჩავიცვი ესე გამოვიყურები ზემოდან გქონდა ტრადიციულად მარიკოსაც ულამაზესი უსაყვარლესი რაღაცეები მანამდე ფერსაც ჩავიცვათ და მე რატო ავაგდეს ტელეფონი იმაში აქვე შვეიცარიაში გუში მეგონა რომ დავამონტაჟებდი ვიდეოს და დაგიდებდით ეხლა ამ ვიდეოს რო წერკაც მარტის როდის დაიდება მარა ხო და შენც არ მომიგდო ვინ მოიცალა არც ერთი წუთი არ გამოჩნდა მაგისთვის ხო და თქვენ გადამეჩვიეთ ეთყობა არ ვიცი ხშირად ვეღარდებ ჩემი სოფო როგორც იქნა გამოჩნდა საყვარელო სად ხარ ერთი შეგავებინე სოფო ამერიკიდან გულისხმობ სად ახარ სად დამეკარგე აი ეხა ჩვენ გვაქვს ორი ვამე უკაცრავად מחვალებს სანამ გავალთ რომიანმა უნდა წავიშოროთ ეს ერთი და გვაქვს ორი ვერსია მე მაინც ფიქრობ რომელიც უნდა ჩავიცვა იმას მაგრამ მოდი სხვა რამეც მოვსინჯოთ ერთი არის ეს პიჯაკი რომელიც იდეაში არ უნდა იყოს შემაწუხებელი ფერები და პირიქით მგონია რომ ანუ ეს ფერები კიდე ბევრად ლამაზია მე საწავედი ერთად ბევრად მომწონს ანუ აი რაღაცნაირად ორივე თბილი ფერია და არ არის გამაღიზიანებელი ან ძალიან მომწონს ეს ორი ფერის კომბინაცია ერთად ძალიან მომწონს მეორესაც გაჩვენებთ მაგრამ იდეაში იმას არ ჩავიცვამ იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცი მაგრამ დიდად არ ვარ მოხიბლული მოიცათ არა всё მაგიჩაც მასაზრი აღარ აქვს არა კაი ახლა ვიკეთებთ ჩანთას ჩვენ დამტენი ჩავდეთ ფული ჩავდეთ მეტრომანი აგდებს ყველაფერი აგდებს რა თქმა უნდა თეატრში ესეთი გადაკიდებული ჩანთებით არ მიყვარს სიარული მაგრამ ეს არც მიმაქვს ამას ბაღში დავტოვებ და წავალ მხოლოდ ჩასაცმელებით ახლა ჩვენ ვნახოთ როდის მოვა ჩვენი მარშრუტკა მოიცათ მე ჩემი ტელეფონი სადა უიმე დედა ჩემი ტელეფონი სად არის თქო და ვიღებ ვიდეო არ გაუვლია მოდის დე შიგნანაც წითელი კაბა გოგო და ეს ლაბადაა ძალიან ლამაზი მოდ ქურთუკი მოვაცვი რომ არ გამეყინოს იუჰუ აი ეს არის რომელიც ვამბობდი რომ ფერები ძალიან უხდება თქო გადავწიო მოიცათ ავეწყო მეტროდა რომ ამოვდივარ გადაქელი მომეც ხელი სიყვარულე და მგონი ნორმალური მაკიაჟი მისვია თქვენ რას ფიქრობთ უხდება ჩაცმულობას ნეიტრალური არიკო წითელ კაბაშიო გეუბნებათ კარგია აუ მართლა ძალიან დიდი ხანია თუ ჯინების თეატრში არ ყოფილა სამაჯურები აღარ გინდა და იმიტომ რომ ლაბადა გაცვია და არ მოხდებოდა მომეც ხელი და ანუ არაფერი არ ავიწყდება ბავშვს აი ერთი კვირის წინ რო რაღაცა შეპირდები და მაინც რო ახსოვს
ძალიან დიდი ხანია თოჯინების ერთში არ ყოფილვარ. აი მართლა რავი. ეს ვიხსენებ სიმართლე გითხრათ. დედიკონა საყვარელ აქეთ გადმოდიდე. მართლა არ მახსოვს. ეხლა ვინც ჯგუფებში მუშაობს, ანუ პედაგოგები, ისინი ყოველ წელს დადიან, მაგრამ მე ჯგუფებში რო არ მუშაობდი, არ მივლია, ანუ ამიტომ ძალიან დიდი ხანი არ ყოფილვარ. ნახოთ თუ მოგვეწონა.